ნატო საქართველოს თავაზობს პარტნიორობის თანამშრომლობის მენიუს, PCM-ს. ყოველწლიურ კატალოგს, რომელიც მოიცავს განათლების, სწავლებისა და სხვა სახის ღონისძიებებს 37 სხვადასხვა მიმართულებით. PCM-ის ფარგლებში საქართველო მონაწილეობს ნატოს სამხედრო სტრუქტურებთან თანამშრომლობაში სხვადასხვა სტრუქტურირებული არხის მეშვეობით, როგორიცაა მაღალი რანგის ლიდერების შეხვედრები, მაღალი დონის დიალოგები და ექსპერტთა სამუშაო შეხვედრები. ეს ფორმატები ხელს უწყობს ნდობის შენარჩუნებას, შესაძლებელს ხდის დროულ კონსულტაციებს ახალ გამოწვევებზე, აუმჯობესებს საერთო სიტუაციური ცნობიერების დონეს და მხარს უჭერს ნატოსა და საქართველოს შორის ეფექტიან პრაქტიკულ თანამშრომლობას. იღებს ინდივიდუალურ სწავლებას, კურსები 1 კვირიდან 6 თვემდე, ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა ნატოს სკოლა ობერამერგაუში, გერმანიაში, ნატოს თავდაცვის კოლეჯი რომში, იტალიაში, ასევე ნატოს ბრწყინვალების ცენტრები და პარტნიორობის სწავლებისა და განათლების ცენტრები. განათლებისა და სწავლების პროგრამები ნატოს პარტნიორობების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ისინი ხელს უწყობს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას ყველა დონეზე თანამშრომლობისთვის, უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრას მოკავშირე ქვეყნების კოლეგებთან და აძლევს მათ შესაძლებლობას გაეცნონ ნატოს სტანდარტებსა და პროცედურებს. სარგებლობს სპეციალურად მორგებული მობილური სწავლების პროგრამებით, Mobile Training Solutions, რომლებიც ნატოს საგნობრივი ექსპერტების მიერ საქართველოში ადგილზე ტარდება. ასეთი პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგის გაღრმავებაში და თავსებადობის განვითარებაში, რაც აუცილებელია საქართველოს თავდაცვის ძალებთან გრძელვადიანი ნდობის ჩამოსაყალიბებლად. მობილური სწავლების პროგრამები ავსებს ნატოს სტაციონარულ კურსებს და ორგანიზებულია საქართველოს თავდაცვის ძალების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. წრთნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მოკავშირე, ისე პარტნიორი ქვეყნების მზადყოფნისა და თავსებადობის შენარჩუნებაში, შემოწმებასა და შეფასებაში. საქართველო მონაწილეობს ნატოს იმ სამხედრო სწავლებებში, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებისთვისაც არის გახსნილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატოს საქართველოს სწავლება, რომლის 2025 წლის გამოცემა ამ მნიშვნელოვანი აქტივობის მეოთხე ეტაპი გახდა 2016, 2019 და 2022 წლების შემდეგ. ნატო საქართველოს სწავლების სერია ტაქტიკურ დონეზე ჩატარებული შტაბური სწავლებაა, რომლის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების ოპერატიული შესაძლებლობებისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერება. სწავლება აერთიანებს საქართველოს ბრიგადის ან დივიზიის დონის შტაბებს და ნატოს ექსპერტიზას კომპიუტერული მოდელირების გარემოში. ნატო უზრუნველყოფს მაღალი დონის სარდომის სტრუქტურებს და სწავლება ასევე მოიცავს ცალკეულ რეალურ კომპონენტებს, რაც ძალებს საშუალებას აძლევს რეალისტურ პირობებში გამოცადონ პროცედურები და კოორდინაცია. ამ გზით სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოს ძალების ნატოს სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დასაახლოვებლად. ოპერაციული პარტნიორი. ოპერაცია Sea Guardian არის ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში და ახლა 3 ძირითად ამოცანას შესრულებას ემსახურება. საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას, საზღვაო სიტუაციური ცნობიერების დონის მხარდაჭერას და საზღვაო ანტიტერორისტულ საქმიანობას. საქართველო აგრძელებს ამ ოპერაციის მხარდაჭერას საკუთარი ძალების ჩართვებით Sea Guardian მიზნობრივ ოპერაციებში. ქართული ბორტზე ასვლის ჯგუფი მონაწილეობდა ნატოს მიზნობრივ ოპერაციებში 2023 წელს, 2024 წელს და 2025 წელს. თავდაპირველად ქართული ჯგუფები ოპერაციებში ბერძნული სამხედრო საზღვაო პლატფორმებიდან მოქმედებდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ საქმიანობა თურქული ფრიგატის ბორტზეც გააგრძელეს.